ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგური დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ ისტორიულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს, რომლის ფუნქციური მნიშვნელობა საუკუნეების განმავლობაში არ შეცვლილა. იგი მუდმივად ასრულებდა რეგიონული სავაჭრო და სატრანსპორტო მიმოსვლის კვანძის როლს. მისი გეოგრაფიული მდებარეობა შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდშიც განიხილებოდა. როგორც ბუნებრივად ოპტიმალური სანავსადგურო სივრცე, რაც აისახა როგორც რომაული ადმინისტრაციის, ისე შემდგომი სახელმწიფოებისა და იმპერიების სტრატეგიულ გეგმებში. სწორედ ამ ხანგრძლივი გამოყენებისა და მრავალფეროვანი ბუნების გამო, ეს ბუნებრივი ღრმაწყლოვანი ნავსადგური რომაელთა შავი ზღვისპირა სავაჭრო მარშრუტის შემადგენელი ნაწილი იყო და მნიშვნელოვან პუნქტად ითვლებოდა იმ ეპოქის ლოგისტიკურ ქსელში. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ საუკუნეებში პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობები მრავალჯერ შეიცვალა, ბათუმის პორტმა არ დაკარგა თავისი სტრატეგიული ღირებულება. მითი არგონავტების შესახებ ცნობილია, რომ აიეტმა თავისი ფლოტი დაადევნა მედეას გამტაცებლებს და წამოეწივნენ და ასე შემდეგ. ეს უკვე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ იმ დროისათვის, თქვათ, ძველი კოლხეთი და ძველი ქართული ტომები, ქართველური მოდგმის ტომები, ბუნებრივია მთელ დასავლეთ საქართველოსზე იყვნენ განფენილი და მცირე აზიაში და ბუნებრივია ზღვასთან მათთან კონტაქტი ეჭვგარე შეაყენებს იმ გარემოებას, რომ ისინი ზღვაოსნობას მისდევდნენ, ზღვას იცნობდნენ. ბევრი არის ამაზე დაწერილი ყოველ შემთხვევაში ბერძნული წყაროები, რომაული წყაროები, შედარებით მწირი ინფორმაციები გვაქვს ჩვენ ოსმალურ პერიოდზე. სადღაც ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-10-12 საუკუნის არტეფაქტები არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი გვაქვს. ანუ ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით სადღაც 2500-3000 წლის წინ დაახლოებით ამ ტერიტორიაზე ადამიანები ცხოვრობდნენ. ის რომ თქვათ, როგორც ქალაქი ან დასახლებული პუნქტი სადღაც 2500 წლის წინ არისტოტელი ახსენებს, მე კარი ერთ-ერთი კი არა, მე მგონი ყველაზე ძველი მტკიცებულება, რომ ჩვენი ქალაქი, ანუ ქალაქი ბათუმი არის ძალიან ძველი. მისი ბუნებრივი თავისებურებები ყოველთვის განაპირობებდა პორტის კონკრეტულ უპირატესობას. ბათუმის უბე გამოირჩევა ბუნებრივად ღრმაწყლიანი აკვატორიით, რაც შესაძლებლობას ხდის მძიმე ტონაჟის გემების უსაფრთხო მიღებას წლის ნებისმიერ სეზონზე. სანაპირო ზოლი ბუნებრივი კონფიგურაციით უზრუნველყოფს ძლიერ დაცულობას ქარებისა და შტორმული ვითარებისგან. გარდა ამისა, ნავსადგურში შესასვლელად არ არის საჭირო სპეციალური არხის გავლის პროცედურა, რის გამოც გემთმფლობელებს თავიდან აცილებული ჰქონდათ დამატებითი მოსაკრებლები. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც მსოფლიო ვაჭრობა ინდუსტრიული ტემპით იზრდებოდა და გლობალური სატრანსპორტო ქსელი სწრაფად ფორმირდებოდა. ბათუმის პორტის ისტორია რამდენიმე მსხვილ მონაკვეთად შეიძლება დავყოთ. ქართული, ბერძნული, რომაული და აქ ოსმალური პერიოდიც ერთიანდება. ეს ძალიან დიდი პერიოდია, უძველესი პერიოდიდან დღემდე. მეორე მნიშვნელოვანი პერიოდი არის თავის მხრივ რუსეთ-თურქეთის ბოლო ომის შემდგომი პერიოდი. საბჭოთა პერიოდამდე მოვიყვანოთ. შემდგომ საბჭოთა პერიოდი ძალიან ფუნდამენტურია ბათუმის პორტის ისტორიაში. დროს ასრულებდა, რა თქმა უნდა, იმ დროის საბჭოთა არა მხოლოდ საქართველოს, მთელი საბჭოთა კავშირის ისტორიაში და შემდგომ არის პოსტსაბჭოთა პერიოდი, ბუნებრივია დღევანდელ დღემდე. მე-19 საუკუნის დასაწყისში, როცა მთელს დედამიწაზე ეკონომიკა განვითარდა, ეს ტექნოლოგიების განვითარება გამოიწვია და ასე შემდეგ, ანუ ის ნავმისადგომი, რომელიც იქ იყო, ვეღარ უზრუნველყოფდა იმ რაოდენობის ტვირთის შემოტანას, იმიტომ რომ წყალი შედარებით თხელია, ანუ დაბალი ტვირთსამწეობის გემები შემოდიოდნენ და აი დღევანდელი ბათუმი არის გაცილებით ღრმა და ერთ-ერთი ვერსიით ბათუმის მნიშვნელობა სწორედ ბერძნულიდან, ძველ ბერძნულიდან ამას ნიშნავს, რომ არის ღრმა. სწორედ ამ გეოგრაფიულმა და ბუნებრივმა მახასიათებლებმა განაპირობა ის, რომ ბათუმს მიენიჭა პორტო ფრანკო 1873-1885 წლებში, რაც თავისუფალი სავაჭრო პორტის სტატუსს ნიშნავდა. ეს გადაწყვეტილება რუსეთის ეკონომიკური პოლიტიკისთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბათუმი სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო ჰაბად გადაიქცა.
ქალაქისა და პორტის სწრაფი განვითარება განსაკუთრებით შეინიშნებოდა ნავთობის ინდუსტრიის გაძლიერებასთან ერთად. ბაქოდან ბათუმში სარკინიგზო გზით გადატანილმა ნავთობმა ბათუმი გლობალური ენერგორესურსების გადაზიდვის ერთ-ერთ ცენტრალურ წერტილად აქცია. მოთხოვნის ზრდამ განაპირობა ინფრასტრუქტურული ნახტომიც. 1900 წელს დასრულდა ბაქო-ბათუმის ნავთობსადენი, რომელიც მსოფლიოს პირველ ისტორიულ მილსადენთა რიგში შედის და იმ დროისთვის ინჟინერიის გამორჩეულ მიღწევად ითვლებოდა. ნავსადგურის რეკონსტრუქციაზე, რომელიც 1879 წელს დაიწყო, მაშინ დღის წესრიგში დადგა ასევე ბათუმის შუქურას მშენებლობას. თუმცა მანამდე რაღაცა პერიოდები ჰქონდა ბათუმს სხვადასხვა ფორმის და ზომის შუქურა, მაგრამ ზოგი ინგრეოდა, შემდეგ ახალი შენდებოდა, ან რეკონსტრუქცია უტარდებოდა. ეს არსებული რაც არის, ახლა 1892 წელს დასრულდა აი ამ შუქურას მშენებლობა და ძალიან დიდი ფუნქცია ჰქონდა მაშინ. შუქურა სხვადასხვანაირად ნათდებოდა თავიდან, იყო პერიოდი, რომ საერთოდ შეშით ნათდებოდა, შემდეგ საწვავით ნათდებოდა, მერე უკვე ელექტროენერგიაზე გადავიდა. ამ გადაწყვეტილებამ საფუძველი ჩაუყარა პორტის სწრაფ განვითარებასა და დატვირთვის ზრდას. მე-19 საუკუნის ბოლოს მსოფლიო ეკონომიკური დინამიკა ორ მნიშვნელოვან ცენტრზე გადიოდა. ამერიკის შეერთებული შტატების, პენსილვანიისა და ბაქოს ნავთობის რეგიონებზე. ევროპულ ბაზარზე წვდომისთვის ორივე გეოგრაფიული სივრცე კონკურენციაში შევიდა. ბაქო, როგორც კონტინენტური და ჩაკეტილი რეგიონი, საჭიროებდა სტრატეგიულ საზღვაო ჭიშკარს ნავთობის ექსპორტისთვის და სწორედ ბათუმი იქცა ამ მთავარ გასასვლელად ევროპამდე. 22 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია იყო პორტო-ფრანგოს შემადგენლობაში, მაშინ ბათუმში იწყებოდა დაახლოებით თანამედროვე აი მუსიკალური ცენტრის ტერიტორიაზე, ქალაქის შემოსასვლელიდან გადიოდა თანამედროვე პუშკინის ქუჩაზე და სრულდებოდა გრიბოიდოვის და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის. ეს იყო ტერიტორია, რომელიც მავთუხლართებით იყო შემოსაზღვრული და აქ შემოსვლა და გასვლა კაცრად კონტროლდებოდა. მინდა გითხრათ, 4 შემოსასვლელი ჰქონდა. განსაკუთრებულად კიდევ განვითარება დაეწყო, როცა უკვე 1893 წელს სამტრედია ბათუმის რკინიგზის მაგისტრალი შეერთდა და უკვე ბაქოდან პირდაპირ ჩამოდიოდა ნავთობი ბათუმში და ბათუმიდან გადიოდა უკვე ევროპულ ქვეყნებში ზღვით. იმდროინდელი პორტი მაღალი ინტენსივობით ახორციელებდა როგორც იმპორტს, ისე ექსპორტს. ბათუმის ნავსადგური იყო მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზღვაო კვანძიც. გემები ემსახურებოდა მგზავრთა გადაყვანასა და საერთაშორისო გადაადგილებას. ექვსი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა გაფართოების სამუშაოები. მოგეხსენებათ, რომ აქ იყო ტერიტორიები, რომელიც კერძო მესაკუთრეებს ეკუთვნოდა ნავსადგურის ირგვლივ და შესაბამისად ხდებოდა მეპატრონეებიდან გამოსყიდვა აი ამ კერძო ტერიტორიების და შემოერთება ნავსადგურისთვის. პორტის შემდგომშიც არაერთი საარქივო ჩანაწერია მუდმივად განიცდიდა ზრდა განვითარებას სხვადასხვა ტვირთებისათვის, სხვადასხვა გემებისათვის. სიღრმის კონტროლი გლობალური ისტორიებია ყოველ შემთხვევაში, რომელიც ერთი კონკრეტული რაღაც ქვეყნის ისტორიაში არ ეტევა და ფართო მასშტაბები აქვს. მშენებლობის პირველი ეტაპი მეტად თავისებური იყო. გააკეთეს ძალიან გრძელი მოლო, რომელიც შედიოდა ფაქტიურად, ესე იგი, ზღვაში, შემდეგ იქიდან გადიოდა ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, იქ ჩრდილო-დასავლეთიდან უხვევდა ჩრდილო, ესე იგი, აღმოსავლეთის მიმართულებით და ფაქტიურად იქ უნდა აშენებულიყო ნავთობ გადასამუშავებელი, ესე იგი, ქარხნებში, ესე იგი, ბიდონებისა და კასრებში ჩამოსმული ნავთობისათვის, ნავთობ ჩასასმელი გემებისათვის უნდა ყოფილიყო ნავმისადგომები. 4 ნავმისადგომი გაკეთდა ასეთი. ფაქტიურად აი ამ პორტის მშენებლობამ უბიძგა ბათუმში, რომ შემოსულიყო უმსხვილესი, თუ შეიძლება ითქვას, მენავთობე ფირმები, როგორიც იყო ძმები ნობელების, როტშილდის, მართაშევის, პალაშკოვსკის, ბუნკეს, ბუხატისა და ასე შემდეგ.
პორტო-ფრანკოს სტატუსმა ქალაქს მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა. თანამედროვე პრესა ხშირად წერდა ბათუმის სწრაფი ზრდისა და ინფრასტრუქტურული განვითარების შესახებ. უცხოელი სტუმრების შემოდინებამ ბათუმი რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სავაჭრო ცენტრად აქცია. განსაკუთრებული ბიძგი ქალაქისა და პორტის პროგრესს 1883 წელს მიეცა, როცა ამოქმედდა ბაქო-ბათუმის სატვირთო რკინიგზა. ბათუმში შემოქონდათ გემებს ქვანახშირი, შემოქონდათ რკინა, შემოქონდათ მათ შორის სპირტიანი სასმელებიც და აქედან ძირითადად გაქონდათ ნავთობპროდუქტები, გაქონდათ ხე-ტყე, გაქონდათ მატყლი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და ეს მოკლედ გაცვლა, ესე ვთქვათ, პროდუქტების მიმდინარეობდა შემოტანა-გატანას გულისხმობა. ბათუმი იყო ერთ-ერთი მყარი და მსხვილი დასაყრდენი მთელი ამ პროდუქციისათვის, რითაც ხდებოდა აი სამხრეთ კავკასიის ამ მასშტაბზე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სადაც წარმოებდა. და ამიტომ ბუნებრივია, სწრაფადაც გაიზარდა, ცნობილი სასტუმროები შემოვიდა, კაფეები, ბარები, ცხოვრების ევროპული წესი, მართალი ქალაქის სტატუსიც ხო ძალიან შეიძლება ითქვას ადრეც მიენიჭა და ბუნებრივია ბრძოლა ქალაქის სტატუსისათვის ცნობილი თემა რაც არის, ხო? ამის შედეგები იყო და ამის შედეგი იყო, რომელიც მიმართული იქეთკენ როგორ შეიძლება უფრო კარგად იმართოს აი ეს რესურსი, როგორც ჩანს, რაც ბათუმთან არის დაკავშირებული, რაც პორტთან არის დაკავშირებული. ბათუმი გამოცხადდა პორტო-ფრანკოთ, ანუ თავისუფალ საპორტო ქალაქად. ამას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა და რამდენიმე მიზეზი. ძირითადად იყო ორი მიზეზი. ერთი ის, რომ ბათუმი იყო ძალიან უბედური ადგილი, დაუსახლებელი, ეკონომიური მძიმე მდგომარეობა და ამასთან ერთად ის ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილი იყო და აღმოჩნდა, რომ ჰავაც განსაკუთრებული არის, როგორ ხდება ქალაქის გეგმარება. ეს პირდაპირ კავშირში არის, როგორ არის ან მართობულად განლაგებული ქუჩები, სწორედ იმის გამო, რომ ეს განიავდეს ნესტისგან, ვისაც ნესტიანი არის ქალაქი და ასე შემდეგ. და გადაწყდა, რომ სწორედ აი ამ შემთხვევაში არის ქალაქის სასიცოცხლო ადგილი, თუ კი ასე ბუნებრივად განიავდება. იქ არის კიდე ოსმალეთის სულთნის თანზიმათი, რომელიც ეს არის სადღაც 1860-იან წლების დასაწყისი, როგორ არის კვარტულურად დაყოფილი ქალაქი, რომელიც ჯერ განაშენიანებული არ არის, ხელმისაწვდომი პირობებით გასანაწილებლად, რომ ქალაქი განაშენიანდეს, ასევე რა თქმა უნდა ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო, რომ ქალაქი გამაგრებული იყოს რუსეთის შესაძლო თავდაცვის შემთხვევაში. ან ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ბათუმს ამ შემთხვევაში.